მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენს მიერ შექმნილი თამაში, რომელსაც ქვია Business Lab. ამ თამაში შეუძლია 2-დან 6 მოთამაშეს და ხანგრძლივობა აქვს 30 წუთიდან 45 წუთამდე. რა ვშვებით ამ თამაში, როგორც ხედავთ, შეწააგავს თამაში თუნდაც მონოპოლიას, აქაც უნდა გააგოროთ კამათელი, რომელიც მოცემულია აქ D10 ოღონდ მონოპოლიისგან განსხვავებით და გადაადგილეთ აი ამ გზაზე, გაიაროთ ეს გზა და მოხვიდეთ მის ფინიშზე. ეს ყველაფერი მექანიკურად ასე გამოიყურება, რომ გააგოროთ და გადაადგილეთ, თუმცა შინაარსობრივად ხდება შემდეგი რამე. თქვენ ხართ ბიზნეს წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში სოციალური საწარმოს წარმომადგენელი და განსხვავება ჩვეულებრივ საწარმოსა და სოციალურ საწარმოს შორის იმედია უკვე იცით, თუ არა, მაშინ უნდა ვთქვათ ის ამბავი, რომ სოციალურ საწარმოს მთავარი მიზანი კაპიტალის აგროვებასთან ერთად არის სოციალური მიზნების მიღწევა და სწორედ ეს განსხვავებს მას სტანდარტული საწარმოებისგან. თამაშის მიზანი, როგორც მონოპოლიაში, დაახლოებით ისეთივეა, გამოიმუშავოთ ფული, თამაშის დროს გქონდეთ ყველაზე მეტი კაპიტალი, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად უნდა შეაგროვოთ სოციალური მიღწევები, რომლებიც გამოსახულია აი ამ პატარა თაილებით, რომელსაც თქვენ შეაგროვეთ თამაშის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების შედეგად. თამაშის სოციალური მიღწევები ასახავს ყველა იმ შესაძლო საწარმო საქმიანობას, საზოგადოებრივ ჩართულობას, თუ ზოგადად კარგ საქმეს, რასაც თქვენ როგორც საწარმოს მმართველი, ასე ვთქვათ, ამ თქვენი ბიზნესის განვითარების მანძილზე აკეთებთ თქვენი არჩეული სოციალური მიზნის მიღმა. ანუ სოციალური საწარმო, როგორც ვთქვით, იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ბიზნესისგან, რომ მას აქვს რაღაც სოციალური მიზანი. გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ დააგროვოს კაპიტალი და მოგებაზე გავიდეს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ თქვენ რაღაც კონკრეტული სოციალური მიზანი გამოძრავებთ, გარდა მაგისა, კიდევ სხვა კარგი საქმეები შეგიძლიათ აკეთოთ და ამისთვის თქვენ აგროვებთ სხვადასხვა სოციალურ მიღწევებს, ასე ვთქვათ, ეჩივენტების ვარიანტში, რომლის გამოც სხვადასხვა დროს შეიძლება თქვენ დაჯილდოვდეთ სხვადასხვა კეთილი ადამიანების მიერ, შეიძლება იყოს სპონსორი, შეიძლება იყოს სხვადასხვა ფონდის და ასე შემდეგ. ეხლა ამ თამაში გაშლილია 4 მოთამაშეზე. როგორც ხედავთ, აქ არის 4 მოთამაშე, 4 მოთამაშე წელს 1000 ლარით, დაწყის კაპიტალი არის ეს მოცემულობა. თამაში შედგება ბორდისგან, მიპლებისგან, 6 მოთამაშე თამაშობს მაქსიმუმ როგორც ვთქვით. გვაქვს ასევე დამატებით 3 ბარათი, რომელიც ასახავს დაზღვევას თამაში, როგორც თანამშრომლების, ისე ბიზნეს აქტივების და ასევე ბანკისგან სესხის აღების საშუალებას გვაძლევს ეს თამაში, ხოლო აქ ქვემოთ მოცემულია ბარათები, ხაი თანამშრომლების ბარათები, შემოსავლის ბარათები, ბიზნესის ტიპის ბარათები და ასევე თქვენი საოფისე ფართის ბარათები, რომლებიც ყველაფერი ჭირდებათ იმისთვის, რომ მეტი და მეტი ფული გამოიმუშავოთ. მოკლედ, თამაშს როცა ვიწყებთ, როგორც ვთქვით, თამაშის თავარი მექანიკა გააგორე, გადაადგილდე, რასაც გვაჩვენებს კამათელი, იმდენ გადავადგილდებით. არც მეტით, არც ნაკლებით. გავაგოროთ 6, გადავადგილდებით 6 უჯრით. რომელ უჯრაზეც დავждებით, იმ მოქმედებას ვასრულებთ. თუმცა, როგორც ხედავთ, ბორდზე მოცემულია სხვადასხვა ფერის უჯრები, სხვადასხვა ფერის უჯრები სხვადასხვანაირად მოქმედებს. ყველაზე მეტი, როგორც ხედავთ, არის ყვითელი უჯრები, ყვითელი უჯრებზე გადაადგილებისას მარტივი წესია, რა ვთქვით, თუ დავჯექეთ ყვითელი უჯრაზე, გააქტიურდება მხოლოდ მაშინ. ანუ ყველა გავლილი ყვითელი უჯრა ჩვენ არ გვაინტერესებს, ისინი არ გააქტიურდება, მხოლოდ აქტიურდება ყვითელი უჯრები, რომლებზეც ჩვენ დავასრულებ სვლას. თამაში ამ უჯრებს ქვია ნაბიჯები, შესაბამისად ამის მერე უკვე ნაბიჯებით მოვიხსენიებთ, ანუ ყვითელი ნაბიჯები, წითელი ნაბიჯები, თამაში გამოსახავს ნაბიჯებს, რომლებზეც ჩვენ აუცილებლად დავასრულოთ სვლა, ანუ სულ რო აქ ვიჯდეთ და გავაგოროთ 8, 1, 2, 3, სვლას უნდა გავაგზავნოთ წითელი ნაბიჯი, გვეუბნება რომ ჩვენ სვლა უნდა შევაჩეროთ, მით უმეტეს რომ აქ მოცემულია გრაფიკული ნიშანი stop, შესაბამისად ჩვენ აქ ვაჩერებთ სვლას და ვაკეთებთ იმას, რაც გვიწერია შესაბამის სივრცეზე და მერე უკვე ვაგზავნებთ სვლას ჩვეულებრივ. მწვანე ნაბიჯები ამ თამაში გამოსახავს შემოსავლის აღების დროს, ანუ მაგ დროს ჩვენ ვიღებთ შემოსავლას და იმის მიუხედავად ჩვენ ამ მწვანე ნაბიჯზე გავივლით, ანუ გავწდებით თუ გავჩერდებით, ეს მწვანე ნაბიჯები ყოველთვის აქტიურდება. ასევე აქტიურდება იასამნისფერი ნაბიჯები, ეს იასამნისფერი ნაბიჯები თამაში წარმოსახავს საგადასახადო ვალდებულებას ბიზნესისას, რომელსაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ აუცილებლად შესაბამის თანხა, რომელიც მოცემული იქნება შემოსავალ ბარათებზე, ასე ვთქვათ. მაგალითად, ჩვენ თუ ხელფასის დღეს ვიღებთ 5000 ლარს, მაგრამ როდესაც გავივლით იისფერ ნაბიჯებზე, ჩვენ უნდა გადავიხადოთ შესაბამისი პროცენტობის გამოთვლით.
და დაგვრჩა ერთი ფერის ნაბიჯები, ესენი არის ლურჯი ნაბიჯები აქტივდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მასზე მოვხვდებით, ანუ ისიც გავს ყვითელ ნაბიჯებს, თუმცა თუ სხვა დატვირთვა აქვს. მაშინ ასე, როდესაც ჩვენ თამაშს ვიწყებთ USDC-ის სახში, იქ სადაც პრინციპში ყველა ბიზნესი იწყებს თავის არსებობას, ანუ USDC-ის სახში უნდა დავრეგისტრირდეთ ამა თუ იმ ფორმატს. Როგორც ხედავთ, USDC-ის სახლიდან გამოდის ორი გზა, ერთი შპს, მეორე IP. როდესაც სოციალურ საწარმოოს დაფუძნება გადაწყვეტავს ადამიანების ჯგუფი, ისინი ძირითადად საქართველოში ირჩევენ ორ გზას, ან შპს-ს, ან IP-ს გზას. შესაბამისად, თქვენს გაქვთ ორი ვარიანტი, დარეგისტრირდეთ ან IP-ით, ან შპს-ით. იმის მიხედვით, რომელ გზას აირჩევთ, თქვენ ასე ვთქვათ, სხვადასხვა საწყისი გზის გავლა მოგიწევთ თქვენს აი ამ ბიზნეს სვლაზე. დავიწყოთ თამაში და მარტივად მივყვებით რა უნდა გავაკეთოთ. წითელი მოთამაშეა პირველი მოთამაშე, ამას გამოსახავს აი ეს ამ შემთხვევაში ჩემს მიერ ჩადებული ტოკენი და შესაბამისად წითელ მოთამაშემ უნდა გადაწყვეტოს რომელი ფორმა იქნება ის, შპს თუ IP. ამ შემთხვევაში მოდი შპს აირჩიოს წითელ მოთამაშემ. იმისთვის რომ შპს დავფუძნეთ, ჩვენ შესაბამისად თავისთავად გვჭირდება რაღაც ჩვენი შენატანი გავაკეთოთ შპს-ის ბალანსზე და თან ხარაფერი არ გვაქვს, შესაბამისად ბანკიდან ვიღებთ სესხს, ჩვენ უნდა ავიღოთ 8000 ლარის სესხი, ანუ ბალანსი მოცემულია ბანკის სესხი, ვისაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სვლაზე, ანუ არ აღნიშნულა ვისი სვლა იქნება, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბანკის სესხი აიღოთ და იმისთვის რომ ბანკის სესხი დავაბრუნოთ, უნდა გადავიხადოთ 5000 ლარი, ანუ 1000 ლარით მეტი უნდა დავაბრუნოთ ბანკში, აქეთ ნაწილი რა თქმა უნდა ბანკი არის, თამაშის ბოლოს, ანუ რო დავარტყამთ წრეს და მოვათ აქ, ჩვენი კარიერის დასრულს აუცილებლად უნდა გადავიხადოთ ყველა სესხი, რა ჩვენ გვექნება დაგროვებით, მანამდე ჩვენ პრობლემა არ აქვს, თუმცა ჩვენ ვიწყებთ შპს-ის შემთხვევაში 8000 ლარიანი სესხით თამაშს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რეალურად 8000 ლარი უნდა ავიღოთ. ჩვენ ვიწყებთ 8000 ლარით მეტით ვიდრე სხვა მოთამაშეები. ამ მოქმედებას გაგორება არ ჭირდება, ანუ უკვე შპს-ის გზაზე დავდექი და მე უკვე ვაგორებ მე კამათებს. 3 1 2 3 3 ნაბიჯი გავიარე და მოდი ერთად ვნახოთ რა გავააქტიურეთ. ეს გონება შემდეგ რამეს. ჩვენ ამ ჩვენს სვლაზე დავესწრებით სტარტაპების ფორუმს და შესაბამისად მივიღეთ სოციალური მიღწევის თაილი. სტარტაპების ფორუმზე დასწრება ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო კარგად მოვემზადეთ ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის და თან რაღაცა კარგი საქმეს გავაკეთეთ. მაგრამ ამ თაილების უკან არის ტექსტობრივი ნაწილი და ასევე არის თანხობრივი ნაწილი. ამას ჩვენ არ ვნახულობ თამაშის ბოლომდე. ანუ ამის ამოტრიალების უფლება არ აქვს არავის, არც მე მათ შორის. ანუ მე არ ვიცი რეალურად რამდენი თანხა ავიღე აი ამ კარგი საქმისთვის, იმიტომ რომ ეს კარგი საქმე მე რეალურად გამეკეთებია თანხისთვის, არამედ გავაკეთე, იმიტომ რომ უბრალოდ კარგი ადამიანი ვარ. შესაბამისად, ეს მე დავიდე აქ. ხოლო თამაშის ბოლოს შემეძლება ამოვატრიალო ეს თაილი, თუ შევინარჩუნე ეს და მივხვდებით თამაში რა გულისხმობ, ჩემი სვამი დამთავრდა, ეხლა არის იასამისმე მოთამაშის სვლა და იასამისმე მოთამაშე გადაწყვეტავს, რომ ის დარეგისტრირდეს IP-ს სახელით და IP გვეუბნება, რომ აირჩიეთ საწარმოს კატეგორია თქვენი სოციალური მიზნისთვის. ამისთვის ვაკეთებთ შემდეგ რამეს. ძირითადად IP-ები სამუშაობას იწყებენ გრანტის აღების შედეგად, შესაბამისად ჩვენ ვაკეთებთ ეგეთ რამეს. უბრალოდ ვიღებთ ზედაბარათს და ჩვენ წინათ ხვდა ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, ანუ ეს არის ჩვენი სოციალური მიზანი. შესაბამისად, ამ მიზნით მუშაობთ. ყველა საწარმო კატეგორიის ბარათზე დატანილი არის სიმბოლო, რომელსაც თქვენ გადააწყვეტთ ბორდზე და თუ რაში გამოგვადგება ამ სიმბოლო, ამას თამაშის განმავლობაში მიხვდებით. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ საწარმო კატეგორიის ბარათი, ასევე უნდა ავიღოთ შემოსავლის ბარათი, ასევე რენდომზე და ვნახულობთ, ანუ დაახლოებით ამდენ შოულობთ ხოლმე, ნუ თამაშის მექანიკიდან გამომდინარე, ზუსტად ამდენ შოულობთ, მაგრამ ჩვენი საქმიანობა დაახლოებით თვეში გვაძლევს ამ ოდენობის თანხას. შესაბამისად, ყოველ დღესაც ჩვენ გავივით მწვანე უჯრებზე, მწვანე ნაბიჯებზე, ჩვენ მივიღებთ 4000 ლარს. და ჩვენ გავაგროვოთ კამათელი, გავაგროვოთ 7, 1 2 3 4 5 6 7. მოდი ახლა ჯერ გავიაროთ. ნახეთ, გავიარეთ პირველი მწვანე ნაბიჯი, რომელიც განასხვავებს IP-ს გზას შპს-ის გზისგან, კონკრეტულად იმით, რომ ეს ნაბიჯი გვეუბნება, რომ თქვენ მიიღეთ მიზნობრივი გრანტი, ანუ რეალურად მიზნობრივი გრანტის გამო ჩამოვყალიბდით ჩვენ IP-ს და დავიწყეთ ამ სოციალური მიზნის შესრულება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ 10000 ლარი. ეს 10000 ლარი დავდეთ აქ. და კიდე მწვანე გავიარეთ, როგორც ნახეთ და შესაბამისად დავიმატეთ კიდე 4000. შეგვიძლია დავაბრუნოთ 1000 და დავიღოთ 5000. 1 2 3 4 5 6 7. ეხლა ვნახოთ აქ რა გავაკეთეთ, ანუ ჩვენი ბიზნესის მანძილზე ჩვენ სხვადასხვა მოვლენებს გადავაწყდებით ხოლმე. ეს კონკრეტული გვეუბნება ასეთ რამეს.
რომ თქვენ გაიმარჯვეთ სოციალური ინიციატივების კონკურსში და პლუს 1000 ლარი მიიღეთ. მე მგონი რომ საკმაოდ ლოგიკური რამე არის, ჩვენ IP ვართ, შესაბამისად საპროექტო განაცხადებებზე მუშაობთ, ერთი საპროექტო განაცხადება დაგვიფინანსეთ 1000 ლარი ავიღეთ და მეორე ინიციატივაში გავიმარჯვეთ და 1000 ლარი კიდე დავამატეთ. ანუ ამით ამ ფულს ჩვენ ვახმართ ყოველთვის კარგი საქმეების კეთებას და ამ შემთხვევაში ეს საქმე ეხება ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას. იასამნისფერი მოთამაშის სვლა დასრულდა და გადავიდეთ შავ მოთამაშის სვლაზე. შავ მოთამაშე გადაწყვეტავს რომ IP-ს გზას გაყვეს, შესაბამისად ისიც აიღებს შემთხვევით საწარმოს კატეგორიის ბარათს და მას ამოვიდა სოციალური სერვისების მიწოდება. როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც უნდა ავიღოთ ერთი შემოსავლების ბარათი და ეს ბიზნესი მას უკვე 4500 ლარს მისცემს ყოველი შემოსავლის გავლაზე. გავაგოროთ კამათელი, გაგორდა 6-იანი, აქედან უკვე დაიწყო 1 2 3 4 5 6. მანაც აიღო 10000 ლარიანი გრანტი და აიღო პირველი შემოსავალი. ნახოთ ის რა ნაბიჯზე დაჯდა. ეს გვეუბნება რომ თქვენ დააორგანიზეთ სპორტული შეჯიბრი სოფლის სკოლებისთვის და მინიშნებულია აი ესეთი ნიშანი. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენი ბიზნესის ნიშნებს, ჩვენი სოციალური საწარმოების კატეგორიებს და ჩვენ თამაში გვყავს ამ წუთში აი ამ სიმბოლოს მქონე ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულება და თვითონ აი ამ სიმბოლოს მქონე სოციალური სერვისების მიმწოდებლის სიმბოლოიანი საწარმოს კატეგორია. ამ შემთხვევაში სპორტის მიმართულება თამაში აქტიური არ არის. რომ ყოფილიყო სპორტის მიმართულება, ან რომელიმე მოთამაშე წითელს ან მწვანეს რო ქონდა ეგ მიმართულება, ამ 500 ლარს ჩვენ გადავუხდით მას. რადგან ჩვენ ღრმად გვწამს რომ ეს მოვლენა გამოიხატება შემდეგნაირად, რომ ეს არის ერთგვარი თანამშრომლობა სოციალურ საწარმოებებს შორის. სოციალურ საწარმოებები, რა თქმა უნდა, ემსახურებიან რამდენიმე სოციალურ მიზანს, თუმცა ხშირად ფოკუსირდებიან ერთზე. ანუ ამ შემთხვევაში ეს საწარმო ფოკუსირდება სოციალური სერვისების მიწოდებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ბენეფიციარებისთვის დაიგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები, რომელთა განხორციელებასაც სხვა საწარმოები უფრო ხარისხიან შეძლებენ. ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ დავაორგანიზეთ სპორტული შეჯიბრება სოფლის სკოლებს შორის, ჩვენი პროფილი ეგ არ არის. შესაბამისად, ჩვენ მოვძებნეთ ეგეთი მოვძებნით რო ყოფილიყო თამაში ეგეთ საწარმოს და უკავშირდებოდით მას, გადავცემდით მას მომსახურებისთვის თანხას და ისინი გააკეთებდნენ ამ ყველაფერს. ამ შემთხვევაში ახლა თამაში ეგეთი საწარმო თამაში არ აქვს, ამიტომ ეს თანხა უბრალოდ ავიღეთ და ჩავთვალოთ რომ ვიღაცა მესამე პირისგან მივიღეთ ეს სერვისი და გადავიხადეთ ბანკში 500 ლარი. ანუ მივხვდით ხო ძალიან გავს მონოპოლიას ან ეგრეთ წოდებულ მენეჯერს, ეს 500 ლარი მენეჯერისთვის უბრალოდ ხარჯში გადაგდებული იყო. ამ თამაში შეგვიძლია ესე ავხსნათ რომ კარგი საქმე გავაკეთეთ, თუმცა ყველანაირი საქმე ჭირდება თანხის დახარჯვა და შესაბამისად ეს 500 ლარი ჩვენგან წავიდა. ბოლო მოთამაშე არის მწვანე მოთამაშე, ანუ მეოთხე მოთამაშე. შესაბამისად ისიც აირჩევს შეპესეს მიმართულებას, შესაბამისად აიღებს ბანკის ესხს 8000 ლარს და გააგორებს. 8 1 2 3 4 5 6 7 8. ნახოთ რა ბედი ეწია მწვანეს. ჩაატარეთ ბაზრის კვლევა და შეისწავლეთ მოთხოვნა. გამოტოვეთ სვლა. ანუ იმისთვის რომ ბიზნესში და ზოგადად საქმიანობაში მყარად და საფუძვლიანად მოვიდეთ, რა თქმა უნდა, გვჭირდება ამისთვის მომზადება, შესაბამისად, მწვანე მოთამაშე გადაწყვეტა, რომ ბაზრის კვლევა საფუძვლიანად ჩაეტარებია და მოთხოვნები შეესწავლა და ამაში საკმაოდ დიდ დროს ხარჯავს. და მას მოუწევს ერთი თვის გამოტოვება, არა უშავს, ესაც ხდება ხოლმე. წითელი მოთამაშის სვლას დავუბრუნდით, ის აგორებს კამათელს და ამოვიდა 6 1 2 3 4 5 6. ის კვლავ აღმოჩნდა სოციალური მიღწევის ნაბიჯზე და ისევ აიღო სოციალური მიღწევა, ისე რომ ბიზნესის შესწავლის გზაზე კარგ საქმეებს აკეთებს და უკვე ორი სოციალური მიღწევის შესაბამისი ფარი დაუგროვდა. შემდეგი სვლა არის იასამნისფერის, გავაგორეთ და გავაგორეთ ერთიანი. ნახოთ რა ამოვიდა იასამნისფერს. იასამნისფერს ამოვიდა ყველანი არჩევნებზე გამოტოვეთ ერთი სვლა. ბუნებრივია არჩევნების წასვლა ყველა მოქალაქის ვალია, შესაბამისად ცოტა ხანი ბიზნესმენს უნდა დაისვენოს და ის ერთი დღე ჩავაგდეთ, მაგრამ არჩევნებზე წასვლა აუცილებელი მოთხოვნა, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიზამთ, ჩვენი სვლა ამით დასრულდა და წავიდა შავი მოთამაშის სვლა. შავი მოთამაშე გადაწყვეტა გამოიყენოს თამაში არსებული კიდევ ერთი მექანიკა, რომელიც გულისხმობს შემდეგს. ის ფიქრობს, რომ საკმაოდ კარგად მიდის მისი საქმე.
იმიტომ რომ უკვე 2, ასე ვთქვათ, გრანტი აქვს მოგებული და ფიქრობს, რომ თავისი შეიძინოს ფასიანი ქაღალდები სხვა ბიზნესიდან. ამისთვის აკეთებს შემდეგ რამეს, ის ირჩევს აი ამ ბარათებიდან ერთ-ერთს, იხდის 5000 ლარს, ირჩევს ამიდან ერთ-ერთს, მაგალითად ავირჩიეთ, არ ვიცი, 5-იანი. ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ თელთამარის განმავლობაში სანამ მას ექნება აი ეს ბარათი, ყოველთვის, როდესაც გაგორდება 5-იანი, ის მიიღებს 500 ლარს. ანუ ნებისმიერი მოთამაშის გაგორებაზე ის მიიღებს 500 ლარს. თვითონ მოთამაშეს შეუძლია ეს ამბავი გააკეთოს თავისუფლად როცა უნდა მაშინ, ოღონდ მაქსიმალური ოდენობა ფასიანი ქაღალდების და თვითონ მოთამაშეს აქ შეზღუდული შეუძლია მხოლოდ 2 ფასიანი ქაღალდი კონდეს ერთდროულად. და ამოსვლაც არ შეუძლია. იყიდეს 2 წელს და თუ ვერ დაკარგავს, ექნება მუდმივად. შავ მოთამაშე გააგორა 5-იანი და აი ზუსტად 5-იანი გააგორა, ეგრევე მიიღო 500 ლარი. ეგრევე ამუშავდა მისი ფასიანი ქაღალდების ძალა და 1 2 3 4 5 მის ამუშავდა ისე მისი შემოსავალი, მაგრამ მიიღო შემოსავალი, არაფერი განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები მის ბიზნესლაზე არ ხდება, ანუ ჩვეულებრივად მუშაობს მისი ბიზნესი დამატებითი მოვლენების გარეშე. მწვანე მოთამაშე სვლას ტოვებს, როგორც გახსოვთ, დაუბრუნდით წითელ მოთამაშეს. წითელ მოთამაშე აგორებს 4, თუმცა გადმოდის აი წითელ ნაბიჯზე და ეს ნაბიჯი გვეუბნება აირჩიეთ საწარმოს, გააჩერეთ მოძრაობა და აირჩიეთ საწარმოს კატეგორია თქვენი სოციალური მიზნისთვის. ამ შემთხვევაში რახან ჩვენ უკვე ამ ხარაგზე გამოვიარეთ, ჩვენ ვიღებთ ზედა 3 ბარათს და ვარჩევთ იმას, რომელიც ჩვენ გვინდა. თქვენ იკითხავთ ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში რომელს აირჩევდიო. თუმცა თუ კარგად დააკვირდებით ბორდს შეიძლება გადავწყვიტოთ რა არის თუნდაც მნიშვნელოვანი. ზოგიერთი ბიზნესის სიმბოლო შეიძლება უფრო მეტი ჯერ შეხვდეთ ბორდზე, ზოგიერთმა ბიზნესმა შეიძლება უფრო მეტი სარგებელი მოგიტანოთ სხვადასხვა შემთხვევაში, ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული, ანუ უბრალოდ რომელიც მოკლედ ის აირჩიეთ, მაგალითად წითელი მოთამაშე აირჩევს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას და ასევე 3 იღებს შემოსავლებიდან და ირჩევს ერთს, რომელსაც თვითონ უნდა და ბუნებრივია ამ 3-დან აირჩევს 8000-იანს, ანუ როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ამბავს, რომ ცოტა დაეცადა, მეტი ესწავლა, მაგრამ სამაგიეროდ კარგი შედეგი მიიღო და ისე მისი სვლა არის, ის გააგორებს, ისევ რა გააგორა, 2 3 4 5 6 7 8. მან გაიარა საწარმო შემოსავალი, შესაბამისად მიიღო 8000 ლარი და აღმოჩნდა სოციალური მიღწევის ბარათზე და ისევ აიღო და როგორც გვახსოვს, უკვე მესამე სოციალური მიღწევის თაილი დაუგროვდა ამ შემთხვევაში წითელ მოთამაშეს. ის ფიქრობს, რომ არ უნდა ვალებში ცხოვრება, შესაბამისად გადაიხდეს 10000 ლარს, ურჩევნია რომ გულდამშვიდობით ეძინოს. მოკლედ, წითელი მოთამაშის სვლა დასრულდა, გადმოვედით იასამის მოთამაშეზე, რომელმაც სვლა გამოტოვა, შესაბამისად გადმოვედით შავ მოთამაშეზე. 8 1 2 და გავჩერდით აქ. აქ გვეუბნება შემდეგ რამეს, თქვენი საქმიანობა ინსპირაცია გახდა სხვებისთვის. თქვენ აიყვანეთ ერთი ახალი თანამშრომელი. თანამშრომელის აყვანა ყოველთვის ძალიან კარგი რამეა, ყოველთვის ასე ვთქვათ ეხმაურება სოციალურ მიზნებს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებთ, უფრო მეტად დაიძლება სიღარიბე და ასე შემდეგ. მოკლედ, შავ მოთამაშე მაიყვანა ახალი თანამშრომელი და ამასთანავე აიღეთ სოციალური მიღწევის თაილი. ბორდზე ამის მინიშნება არ არის, თუმცა ყოველთვის, როდესაც თქვენ აიყვანთ ახალ თანამშრომელს, თქვენ იღებთ სოციალური მიღწევის თაილს და ისევ შავ მოთამაშის სვლა არის. გაგორდა 4-იანი, 1 2 3 4 და ეს ნაბიჯი გვეუბნება, რომ თქვენ გაეცით ექსპერტის კონსულტაცია, ანუ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ, მით უმეტეს რომ რამდენიმე საგრადო კონკურსი მოიგეთ და ექსპერტის კონსულტაციისთვის თქვენ მიიღეთ 1000 ლარი. ეხლა მოვიდა მწვანე მოთამაშის სვლა. მწვანე მოთამაშე აგორებს კამათელს, მოძრაობს 3-ით და ჩერდება აი აქ, მასაც შეპრესია და გარჩეული, შესაბამისად ირჩევს 3 ბარათიდან ერთ-ერთს, უნდა იყოს გარემოს დაცვა. და ასევე იღებს სახელმწიფო ბარათებიდან 3-ს და 1-ს ირჩევს. 5000, 5000, 500 და 3000. თავისთავად 5500 დაიტოვებს და ისე მისი სვლა არის. გაგორდა 7-იანი, 1 2 3 4 5 6 7. ის იღებს 5500 ლარს პირველ შემოსავალს და ფიქრობს, რომ მანაც შეიძლება შეიძინოს ფასიანი ქაღალდი, რაც უფრო ადრე აიღებს ამას თამაშის განმავლობაში მით უკეთესი. და ის აიღებს 7-იანს. ის დაიჭდა სოციალური მიღწევის ნაბიჯზე, შესაბამისად აიღებს სოციალური მიღწევის ერთ-ერთ თაილს და ეხლა არის წითელი მოთამაშის სვლა. წითელი მოთამაშე გააგორებს კამათელს, გაგორდა 5-იანი, 5-იანი ახლა გაგორდა შავი მიიღებს 500 ლარს და 1 2 3 და ის გაჩერდა, თუმცა მანამდე შემოსავალი აიღო, რაც ნიშნავს, რომ მან დაემატა კიდე 8000 ლარი.
და უკვე მან აიყვანა ახალი თანამშრომელი და აიღო სოციალური მიღწევის ფაილი. ის მისი სვლა არის, გაგორდა ერთიანი, გადავიდა ერთით და მისი ნაბიჯი არის რომ მან შეუკვეთა TikTok რეკლამა და ამაში გადაიხადა 1000 ლარი შესაბამისად მინუს 1000 ლარი წავიდა. ბუნებრივია ესეთი ხარჯები ბიზნესებში შეიძლება ჰქონდეთ, ამიტომ ესეც ხდება ჩვეულებრივ. შემდეგ არის იასანისფერი მოთამაშის სვლა, ის გააგორა, მე გააგორა ორიანი და აიღო ერთი სოციალური მიღწევა და ასე მივდივართ. მოდი ახლა პირდაპირ გადავახდეთ რამდენიმე ნაბიჯს და პირდაპირ ნახოთ რა შეუულია ლურჯ ნაბიჯებს. ლურჯ ნაბიჯები თამაში გამოსახავს პროფესიულ სასწავლებლებს. ეს კონკრეტული ლურჯ ნაბიჯი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაიარეთ პროფესიული სასწავლებლების კურსები და ამოცვალოთ სოციალურ საწარმო, ანუ გადააგდოთ თქვენი სოციალური საწარმო და აიღოთ ახალი. უბრალოდ აიღებთ 200-ს და აირჩევთ ერთ-ერთს. ხოლო მეორე შემთხვევაში, აი აქ, სადაც ფასიანია პროფესიული სასწავლებლების ტრენინგები, ამ შემთხვევაში უკვე ცვლით შემოსავლის ბარათს, ანუ გადააგდეთ ამას, აიღებთ 2 ზემოდან და იქიდან აირჩევთ ერთ-ერთს. ასე რომ თამაში გაძლევთ საშუალებას, რომ გამithარდეთ, უფრო მეტი შემოსავალი მიიღოთ, მიმართულება შეიცვალოთ და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ გაიგებთ გადასახადების ნაბიჯს, აუცილებლად იხდით შესაბამის თანხას, რაც აწერია თქვენს სახელმწიფო ბარათზე, შესაბამისად, მაგალითად, ამ შემთხვევაში თქვა თუ შავი გაივლიდა, შავის შემთხვევაში შავი გადაიხდიდა 900 ლარს დააბრუნებდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ნუ ამ შემთხვევაში ბანკის სახელმწიფო ბიუჯეტში ერთაიგივე ამბავია. ასევე თამაშის მომავალში შეიძლება შეხვდეთ დამატებითი ადგილების, მაგალითად, აი ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ ვანდალიზმის შედეგად შენობის გარე ფასადი დაზიანდა და თუ დაზღვეული არ აქვს შენობა, გადაიხადეთ -4000 ლარი. ისევე როგორც სესხი და ისევე როგორც ფასიანი ქაღალდი, თქვენ ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი თანამშრომლები, თუ ეჯერათ გადაიხადეთ 4000 ლარს. უბრალოდ ყოველთვის, როდესაც რამე შემთხვევა თქვენ შეხვდებათ ბორძზე, რომელიც დაკავშირებული არის თანამშრომლების ჯანმრთელობასთან, თქვენ უბრალოდ გააქვთ დაზღვევა და არაფერს აღარ გადაიხდით. ხოლო რაც შეეხება ბიზნესის აქტივების დაზღვევას, როდესაც თქვენ მოხდებათ აი ამ ნაბიჯზე, თქვენ იღებთ 3 ბარათს აი ამ ბარათებიდან და ირჩევთ ერთ-ერთ ბიზნესის, ასე ვთქვათ, ოფისს, რომელიც თქვენ გინდათ რომ გქონდეთ. ეს ოფისები ღირს სხვადასხვა ფასი და მათ დაზღვევებს უნდა გადაიხადოთ სხვადასხვა ფასი, თუმცა ამ ოფისების საერთო ღირებულება ჩაითვლება თქვენს საბოლოო საერთო კაპიტალში, ასე რომ არ ჩათვალოთ, რომ ეს თანხა უბრალოდ გადაყრილი არის, თქვენ შეაჩერეთ რომელიც თქვენ მოგწონთ უბრალოდ ვიზუალურად და ეს თანხა ისევ თქვენი არის ჩათვალოთ, უბრალოდ ინვესტიცია ჩადებით და თამაშის ბოლოს გავთ როგორც უძრავი ქონების სახით. დამატებითი რამე ფუნქცია ამ შენობას არ აქვს, გარდა იმისა, რომ მას უნდა მოუვაროთ და თუ არ მოუვლით, შეიძლება ძალიან დიდ შანსი გაეხვათ. ყველა ნაბიჯს თავისთავად არ გავივლი, ამას თქვენ მივხვდებით, როგორ უნდა გააკეთოთ და ასე შემდეგ. ეხლა უკვე მას შემდეგ, რაც ყველა მიმართულებას, ყველა ანუ 4 მოთამაშეს აქვს თავისი შესაბამისი სოციალური კატეგორია არჩეული. მოდი ვნახოთ ერთ-ერთი მაგალითი, აი მაგალითად, თუ წითელი მოხდება, წითელს აქვს, როგორც თქვა ახსოვს, ხელოვნების და კულტურის განვითარება, თუ შავი მოხდება ისეთ ნაბიჯზე, მაგალითად აი აქ, რომელიც გვეუბნება, სოფლიო ბესტსელერების თარგმნა. ანუ თქვენ შეუკვეთეთ სოფლიო ბესტსელერების თარგმნა კონკრეტული წრისათვის, რომლის გამხდარიყო უფრო ხელმისაწვდომი და მოცემულია ეს ნიშანი, რომელიც იმეორებს წითელი მოთამაშის აი ამ ნიშანს. შესაბამისად, ეს 2000 ლარი უნდა გადაიხადოთ არა ბანკში, არამედ უნდა მიცეთ წითელ მოთამაშეს. ამიტომ ესე იგი გამოდის, რომ თამაში გარდა იმისა, რომ შემოსავლების ნაბიჯებზე გავლით ვიღებთ ფულს, ან რაღაცა კონკრეტული ივენთებით ვიღებთ ფულს, ასევე თუ ჩვენ დავждდებით ისეთი აქტივობის ნაბიჯზე, რომელსაც აქვს შესაბამისი ბიზნესის აიკონი, თქვენ იმ ბიზნესის ფლობელს უნდა მიცეთ შესაბამისი ოდენობის თანხა, რომელიც მოწმული იქნება შესაბამის ნაბიჯზე. ასე მიდის თამაში. გავივლით აი ამ გზას და საბოლოოდ, როდესაც ჩვენ მოხვდებით აი აქ, ამ ნაწილში ყოველთვის ეს გააქტიურდება ყველა ვარიანტში და ამ შემთხვევაში ეს იქნება, რომ როდესაც ჩვენ ამას გადავივლით, ჩვენ მივიღეთ საპენსიო დანაზოგს. საპენსიო დანაზოგის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ, ჩვენ გავაგორებთ კამათებს და მივიღებთ იმდენ ფულს, რამდენსაც გავაგორებთ გამრავლებული 2000, ანუ ამ შემთხვევაში თუ გავაგორე მე სიტყვაზე 2, მივიღებ 4000 ლარს, თუ გავაგორე 8, მივიღებ 16000 ლარს და ასე შემდეგ. და ამის მერე მე უკვე ვირჩევ, როგორ დავასრულო ჩემი კარიერა. ორი ვარიანტია კარიერის დასრულების, ან მეგაკორპორაციის მიმართულებით, ან წყნარი და ოცნებიანი ოჯახის მიმართულებით. როგორც ვთქვით, ეს თაილები ამოწურვადია, როდესაც ესენი ამოიწურება, უკვე მას შემდეგ რაც მოთამაშე დაძდება ნაბიჯზე, რომელიც გაძლევს სოციალური მიღწევის თაილს, თქვენ შეგიძლიათ სხვა მოთამაშეებს წაართვათ ეს თაილები. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თამაშის ბოლოს განსაკუთრებით.
იმიტომ რომ თუ თქვენ აირჩევთ წყნარ და უზრუნელ ოჯახს, თქვენ გაყიდეთ თქვენი ბიზნესი, გამოეთიშეთ ფასიანი ქაღალდების ბირჟას, ანუ თქვენზე უკვე აღარ იმუშავებს ფასიანი ქაღალდები, მიუხედავად იმისა, გააგორებენ თუ არა თქვენი ფასიანი ქაღალდის ციფრს და ასევე ყველანაირ კორპორატულ ქმედებას. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი ბიზნესის სიმბოლოზე დაждდება მოთამაშე, ის თანხავს თქვენ აღარ მოგცემთ, არამედ გაუშვეს პირდაპირ ბანკში. მაგრამ სამაგიეროდ მიიღეთ ერთ სოციალური მიღწევა, ანუ თუ ეს ამოწურულია ნებისმიერ სხვა მოთამაშეს წარართვით, ხოლო თუ არა ამოწურული აქედან აიღეთ და დაეროდეთ სხვა მოთამაშეებს. მათ არ შეუძლიათ თქვენ რამენერად ჩამოგართვან მოგროვებული სოციალური მიზნები. სოციალური მიზნები, როგორც ვთქვით, თამაშის ბოლომდე არ ამოტრიალდება. თუ თქვენ აირჩიეთ მეგაკორპორაცია, მაშინ თქვენ რჩებით აქტიურ ბიზნესში, იღებთ ყველა აღმასრულებელი და კურსის წარმართულ გადაწყვეტილებას, თუმცა პირადად აღარ ერთვებით აქტივობებში. ინარჩუნებთ ფასიანი ქაღალდების ბენეფიტებს, ანუ თუ თქვენ გადაწყვეტეთ რომ მეგაკორპორაცია დარჩეთ და 7-იანი გაქვთ ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდის ციფრად, ნებისმიერ მოთამაშე რომელიც გააგორებს 7-იანს, თქვენ მაგ შემთხვევაში მიიღებთ 500 ლარს ბანკიდან და ასევე თუ თქვენი ბიზნესის თაიზე დაждდება ნაბიჯზე დაждდება სხვა მოთამაშე, მაშინ თქვენ მიიღებთ შემოსავალს შესაბამისი ნაბიჯიდან, მაგრამ თქვენ ასევე ღიად რჩებით სხვა მოთამაშეებისთვის, რომ თუ ისინი დაждდებიან სოციალური მიღწევების ნაბიჯზე, მათ შეუძლიათ თქვენ წაგართვან აი ეს სოციალური მიღწევები, რომელიც თქვენ დააგროვეთ თამაშის განმავლობაში. თამაშის დასაწყისში 4 სოციალური მიღწევების ნაბიჯი იდება აქ. როცა თამაში მორჩება, ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველა მოთამაშე დაასრულებს კარიერას, ვითვლით cash-ს, ანუ თანხას, რომელიც ჩვენ დაგვრჩა, თავისთავად ჯერ ყველა ვარიანტში ვისწორებთ ვალებს, მერე ვთვლით cash-ს, მოთამაშეებმა, რომლებმაც აირჩიეს კარიერას დაასრულათ მეგაკორპორაციის მიმართულებით წასვლა, იმ მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი ფული ვისაც აღმოაჩნდება, ის მოთამაშე აიღებს აი ამ 4-ვე სოციალური მიღწევის თაილს და მერე უკვე ამოვატრიალებთ ყველანი ამ თაილებს და ვნახავთ დამატებით რამდენი ფული მივიღეთ. როგორც ვთქვით, ამ თაილებში სხვადასხვა ოდენობის ფული არის მოცემული, ასევე სხვადასხვა სოციალურად კარგი მოქმედება არის ჩამოთვლილი, რომელიც თქვენ გააკეთეთ თქვენი ბიზნეს სვლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში თქვათ გახსენით ჯანსაღი კვების ობიექტი და ამისთვის 4500 ლარი დაგაჯილდოვა ვიღაცა კეთილ მოსულნე ადამიანმა. ან მაგალითად მოიფიქრეთ გადაწყვეტეს გზები ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენების თავიდან ასარიდებლად და ამისთვის 20000 ლარი დაგაჯილდობათ თქვათ რომელიღაცა არ ვიცი კომპანიამ და ასე შემდეგ. ანუ პლუს თანხები არის ესენი თქვენთვის თამაშის ბოლოს და ამ თანხების დათვლით თქვენი პლუს თქვენი кеში პლუს თქვენი საოფისე ფართი ყველაფერი ეს შეადგენს თქვენ საბოლოო კაპიტალს და ვისაც მეტი ექნება ეს საბოლოო კაპიტალი იმარჯვებს ის. ესე იგი, რა განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება გიწევთ თამაშის განმავლობაში? პირველი გადაწყვეტილება არის დარეგისტრირეთ შეპესად, დარეგისტრირეთ iPad-ს. შეპესის შემთხვევაში თქვენ იწყებთ 8000 ლარის სესხით, ანუ -10000 ლარი გაქვთ იდეაში, თუმცა სახარჯავად გაქვთ 8000 ლარი. ზემიდან და გაქვთ უფრო მეტი გზა გასავლელენ, უფრო მეტი შესაძლებლობა რომ კიდე მეტი ფული დააგროვოთ, ან უფრო მეტი სოციალური მიღწევები დააგროვოთ, მაგრამ არის შანსი რომ გამოგაგმისკიდებათ რაღაცეები და ასევე შეფასების შემთხვევაში თქვენ ირჩევთ 3 ბარათიდან როგორც საწარმოს კატეგორიის მიზანს, ისე შემოსავლის ოდენობას, ხოლო IP-ის შემთხვევაში თქვენ იწყებთ პლუს 10000 ლარიც, არანაირი ვალდებულებებით, ანუ ფინანსური ვალდებულებებით გულისხმობ და უბრალოდ თქვენ გიწევთ ასე ვთქვათ რენდომზე აიღოთ შემოსავალის და რენდომზე აიღოთ ბიზნესის კატეგორია. თამაშის ბოლოს თქვენ ასევე აკეთებთ არჩევას, წახვიდეთ წყნარი და უზრუნველი ოჯახის მიმართულებით თუ წახვიდეთ მეგაკორპორაციის მიმართულებით. წყნარი და უზრუნველი ოჯახის მიმართულებით თქვენ გამოეთიშებით ყველაფერს, ერთ დამატებით 40 მიზნას აიღებთ და სხვა ვერანუ ვეღარ შეეგეხებათ, ანუ თქვენს ბიზნეს აქტივებს ვერანუ ვეღარ შეეხება, ანუ ეს კარგი არის, მაშინ როდესაც ბევრად დაგროვებული აქვს და ფიქრობთ რომ თამაში მოგებული გაქვთ, შესაბამისად წყნარად შეგიძლიათ იყოთ, ხოლო მეგაკორპორაციის შემთხვევაში ალბათ უფრო მეტი არის რისკი, რომ სხვა მოთამაშეებმა წაგართვან თაილები, თუმცა თუ თქვენ ყველაზე მეტი ფული აღმოგაჩნდება თამაშის ბოლოს, ანუ ქეშია საუბარი, თქვენ 4-ს მიიღებთ აქედან ერთდროულად და რაც თავისთავად გაცილებით დიდი ბუსტი არის და გაცილებით მეტი შანსი გაძლევთ, რომ ყველას გადააცოთ თამაშის ბოლოს. ეგ არის სულ ბიზნესლა. თუ კითხვები ექნებათ, აუცილებლად მოიწერეთ ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარების სახით. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ითამაშეთ მეტი ბორდ გეიმები.